2026 წლის 22 მაისს SpaceX-მა პირველად გაუშვა Starship-ის მესამე ვერსია. და ამ ფრენის ბოლოს ილონ მასკმა X-ზე ერთი წინადადება დაწერა, რომელიც მთელი პროგრამისთვის იმ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვერც ერთი სითბოს დამცავი ფილა არ დაიწვა. ვინც ბოლო 2 წლის განმავლობაში Starship-ს ადევნებდა თვალს, იცის რატომ არის ეს ალბათ მთელი პროგრამის ყველაზე დიდი მიღწევა. ბუსტერი დაიკარგა, ძლიერად დაეცა წყალში და აფეთქდა. ზედა საფეხურზე ერთი ძრავა გამოვიდა მცხოვრიდან. და მიუხედავად ამისა, ან იქნებ სწორედ ამის გამო, ეს ფრენა ტრიუმფი იყო. და დღეს მას ეტაპობრივად განვიხილოთ ყველა დეტალთან ერთად, რაც სტრიმში ჩანდა. ეს არის მე-12 ფრენის ანალიზი. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. ორი მოკლე შენიშვნა. პირველი, რეალური გაშვების მცდელობა ხუთშაბათს T-40 წამზე ჰიდრაულიკური ბინის პრობლემის გამო შეწყდა. პარასკევს ყველაფერი სხვანაირად გამოიყურებოდა. მეორეც, რაც უფრო წინ მიდიოდა ფრენა, მით უფრო ასინქრონული ხდებოდა ტელემეტრია რეალურ გამოსახულებებთან შედარებით. მე მუდმივად ვიყენებ იმ დროის ნიშნულებს, რომლებიც სტრიმში ჩანდა, დამატებითი სინქრონიზაციის გარეშე. უკვე გაშვებამდე იყო ბევრი რამ აღმოსაჩენე. T-27 წუთსა და 24 წამზე სითბოს ფარის გვერდებზე ჩანს, როგორც ცვლის თეთრი ფილები ზოგიერთ შავს. და ეს ხომალდის ორივე მხარესაა. ერთი ფილა განზრახ მთლიანად აკლდა. SpaceX სულ დაენახა, რა მოხდებოდა თუ ერთი ფილა დააკლდებოდა, რა მოუვიდოდა თავად იმ ადგილს და რა მოუვიდოდა მის გარშემო არსებულ ფილებს. T-18 წუთსა და 20 წამზე. ჩვენ ვხედავთ მოდიფიცირებულ Starlink V3 სიმულატორებს. ესენი რეალურად გაზრდილი V3 mini სატელიტებია, კამერებითა და სენსორებით, რათა მოგვიანებით სითბოს ფარი გარედან დაათვალიერონ. SpaceX-ში მათ შიდა სახელად Dodger Dogs ეძახიან, ლოს-ანჯელესის Dodger სტადიონის ცნობილი hot dog-ების მიხედვით. ორი მათგანი ბორტზე იყო, დანარჩენი 20 ნუცლერ სტამის კი მხოლოდ სიმულატორები იყვნენ. T-17 წუთსა და 11 წამზე SpaceX ოფიციალურად აცხადებს მთვარის რელეის შელის შესახებ. მთვარის ორბიტაზე განთავსებული მთვარის Starlink-ების კონსტელაცია უზრუნველყოფს მთვარის ზედაპირზე უწყვეტ და სრულფასოვან კავშირს. მანამდე გამოყენებული რადიოსიხშირული სიგნალების ნაცვლად, ეს კონსტელაცია ლაზერული კავშირებით მუშაობს. T-4 წუთსა და 14 წამზე კი ნამდვილი სიურპრიზი მოხდა. SpaceX-მა გამოაცხადა, რომ Chun Wan, კრიპტოინვესტორი, რომელმაც დააფინანსა და უხელმძღვანელა Fram, 2 მისიას იქნება მომავალი მარსთან შემოვლის მისიის პირველი ეკიპაჟის წევრი. სრული ხანგრძლივობით 2 წელი. მანამდე ის მონაწილეობას მიიღებს პირველ მთვარის შემოვლით ფრენაში, სავარაუდოდ ჯარედ აიზაკმანის Polaris პროგრამის ფარგლებში. ის ფაქტი, რომ ასეთი რამ უკვე ახლა ცხადდება, აღსანიშნავია. შეიძლება ეს დაკავშირებულია მოსალოდნელ ბირჟაზე გასვლასთან. ამას თქვენს განსჯას უტოვებ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. უგუთლო დაიწყო. T-17 წამზე Deluge-ის სისტემა გააქტიურდა. T-3 წამზე გაიცა ანთების ბრძანება. ძრავები ამუშავდა. და შეხედეთ ამ შოკურ ტალკებს, რომლებიც ორივე მიმართულებით ვრცელდება ალის სატყლის გასწვრივ. შემდეგ ჯერზე. შემდეგამდე. საოცარია. ერთი პატარა ტექნიკური დეტალი. Raptor 3 ეხლა უკვე თავის ტურბოტომბებს აანთებს აირისებლის ჟანგბადით და მეთანით. აღარ გამოიყენება ჰელიუმი და აზოტი, როგორც ადრე. რაკეტა პლატფორმას კიდევ უფრო სწრაფად მოსხდა, ვიდრე აქამდე გვინახავს. ახალი არქიტექტურის, მასის დაზოგვის. მხოლოდ თითო Raptor 3-ზე დაახლოებით 1 ტონა და უფრო ძლიერი ძრავების წყალობით. აფრენა თითქმის უპრობლემოდ წარიმართა. ამით მისიის პირველი მიზანი უკვე მიღწეული იყო. პლატფორმა წარმატებით დატოვა განადგურების გარეშე. ვაღიარებ სტრიმზე ცოტახნით თავი ვერ შევიკავე, იმდენად აღფრთოვანებული ვიყავე. თუ გაშვების შემდეგ წამებში კარგად მოусმენთ, შეგიძლიათ მოისმინოთ მეტალის სამა. ეს არის Raptor-ის ძრავების ხმა, რომელიც დამახინჯებულად ისმის.
T+26 წამზე მარჯვენა მხარეს ეკრანზე ჩანს ერთ-ერთი ის ცხელი ფილა, რომელიც ახსენეთ. T+1 42 წუთზე 33 ბუსტერის ძრავიდან ერთ-ერთი გამოვიდა წყობრიდან. Engine out-ის შესაძლებლობის წყალობით ეს პრინციპში პრობლემა არ არის. ამ ფაზაში მით უმეტეს არა, მაგრამ როგორც მალე ვნახავთ, საბოლოოდ მაინც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ძრავა გამოვიდა წყობრიდან, hot staging-ი, ანუ საფეხურის გამოყოფა გეგმის მიხედვით მოხდა T+2 23 წუთზე. 3 ცენტრალური ძრავა და 2 დამატებითი შუარგოლიდან აგრძელებდნენ მუშაობას, ხოლო დანარჩენი 27 ძრავა თანმიმდევრულად გამოირთო. სხვადასხვა V2-ისგან V3-ზე interstage ring-ი აღარ იკრება. ზედა საფეხურის 6 რაპტორი ჩაერთო და გამოყოფა მოხდა T++2 22 წუთზე. და შემდეგ ეკრანის მარცხენა ქვედა კუთხეში ჩანს როგორ იწყებენ ბუსტერის ძრავები უცნაურად მუშაობას. სინქრონიზებულ ნელი მოძრაობის ვერსიაში ჩანს როგორ იწყებენ შუარგოლის ძრავები გეგმურად ამუშავებას. შემდეგ რამდენიმე მათგანი ითიშება. გარერგოლის რამდენიმე ძრავა ირთვება და იქაც ზოგი ითიშება. ხოლო T+2 წუთსა და 39 წამზე ხდება ენერგეტიკული მოვლენა. აფეთქება, რომლის დროსაც ერთდროულად რამდენიმე ძრავა ითიშება. ანალიტიკოსებმა საზოგადოებაში ეს უკვე საკმაოდ ზუსტად დაადგინეს. სავარაუდოდ ერთ-ერთ ცენტრალურ ძრავას, E5-ს ან E6-ს ენერგეტიკული ავარია ჰქონდა და ამ დროს დაახლოებით 16 მეზობელი ძრავაც გაიყოლა. ეს არის ნაკლი, როდესაც ძრავებს შორის დამცავი ფარი არ გაქვს. აფეთქებულ ძრავას შეუძლია მთელი დაანდგარის ნახევარიდან გაიყოლოს უფსკრულში. წყობრიდან გამოსვლა იწვევს იმას, რომ T+2 წუთსა და 51 წამზე მხოლოდ 5 ძრავა მუშაობს უცნაურ კონფიგურაციაში, ნაცვლად დაგეგმილი 13-ისა. მაგრამ ეს 5-იც T+2 წუთსა და 59 წამზე წყობრიდან გამოდის და ბუსტერი უკონტროლოდ ეცემა უკან. რატომ აკეთებს SpaceX ამ hot staging-ს და რა პრობლემები ახავს ამას, დეტალურად მაქვს გახილული ცალკე ვიდეოში. ის რა თქმა უნდა ქვემოთ არის მითითებული. სანამ ხომალდს გავყობით, რომელიც ეხლა ამ ფრენის ნამდვილ ვარსკვლავად იქცევა, მოკლედ თქვენთან. თუ მოგწონთ ეს წამი-წამზე ანალიზი, დააჭირეთ hype-ს, თუ ეს გაქვთ. ასევე ლაიქი, გამოწერა ან კომენტარი არხს ძალიან დაეხმარება. განსაკუთრებით ასეთ ახალ ვიდეოზე. გმადლობთ, გავაგრძელოთ. იმ დროს, როცა ბუსტერი ტრიალებს, მისი მხრიდან ჩანს ზედა საფეხურის ძრავების ალი. საზოგადოებაში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ფლიპი არასწორი მიმართულებით მოხდა. თუმცა ამ ეტაპზე ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებთ. ამასობაში ხომალდი ძრავების მუშაობას აგრძელებდა, სანამ T+3 წუთსა და 3 წამზე 3-დან ერთ-ერთი ვაკუუმური რეპტორი გამოვიდა წყობრიდან. T+3 წუთსა და 9 წამზე აქაც ჩანს მცირე აფეთქება. მაგრამ ხომალდი ამით არ შეშინებულა. გადაცემა დაბრუნდა გაყოფილ ხედზე და ბუსტერი სტაბილიზირდა, მიუხედავად იმისა, რომ ძრავა არ მუშაობდა. გეგმის მიხედვით ისედაც მექსიკის ყურეში რბილი წყალზე დაშვება იყო დაგეგმილი და არა კოშკით დაჭერა. მაგრამ რბილი დაშვების ნაცვლად ეხლა მას მძიმე წყალში დაშვება ელოდა. მაგრამ გაშვებიდან დაახლოებით 2.5 წუთის შემდეგ ბუსტერი ატმოსფეროს უფრო მკვრივ ფენებში შედის. ეს ჩანს ძრავის საქშენების ვიბრაციით. შთამბეჭდავია, როგორ ყოფნის ბუსტერის დაბალი სიმძიმის ცენტრსა და გრიდ ფინებს მისი სწორად დაბრუნებისთვის. 6 წუთსა და 10 წამში ბუსტერმა კიდევ ერთხელ სცადა ძრავების ჩართვა. ეს არ გამოუვიდა. ძრავების განყოფილებაში ისევ აფეთქება მოხდა. და დაახლოებით 6 წუთსა და 21 წამზე ბუსტერი საათში 1450 კილომეტრზე მეტი სიჩქარით წყალში ჩავარდა. ტელემეტრიამ რამდენიმე წამში აჩვენა, რომ ძრავებიდან ერთ-ერთი ისევ მუშაობდა. SpaceX-ის თქმით, რამდენიმე ძრავა ჩაირთო, მაგრამ წარმატებით ვერ იმუშავა. ზუსტ დეტალებს ალბათ მხოლოდ შემდეგი ფრენის წინ გავიგებთ. ბუსტერის მთავარი მისია ამით შესრულდა. მეორეული კი არა. აქ SpaceX-ი გაუმჯობესებს. ამ დროს ხომალდი შეუჩერებლად აგრძელებდა მუშაობას. T+7 წუთსა და 25 წამზე მივიღეთ ეს ხედვა ძრავების ოთახში. ყველა მოქმედი ძრავა გაკინულია. მხოლოდ ეს ერთი ვაკუუმური რაპტორი, რომელიც მარჯვნივ ჩანს, არა. ასევე როკის შიდა მხარე და ვაკუუმური რაპტორების გარე მხარე, რომლებიც ზღვის დონეზე ოპტიმიზირებულ ძრავებთან არიან, ძლიერ ანათებდნენ. დარწმუნებული არ ვარ, ასე უნდა იყოს თუ არა. დანარჩენი ძრავები მაინც აგრძელებდნენ მუშაობას.
ძრავის გამორთვა სინამდვილეში T+8 წუთსა და 11 წამზე იყო დაგეგმილი. მაგრამ წყობრიდან გამოსული ძრავების გამო ზედა საფეხური უფრო დიდხანს მუშაობდა. T+9 წუთსა და 12 წამამდე. ჩოუმენენ ორივე ვაკუუმური რაპტორი გამოირთვა. 5 წამით მოგვიანებით დარჩენილი 3 გამოირთვა. კარგად ჩანს T+9 წუთსა და 24 წამზე. საინტერესო დეტალი აქვს. ხომალდზე ჩანს თეთრი ფილა, რომელიც უკვე დაზიანებულია. აქედან იწყება ბალისტიკური ფრენის ფაზა. სასინჯი ფილები მართვის ზედაპირის უკანა მხარეს T+9 წუთსა და 48 წამზე თითქმის იდეალურ მდგომარეობაში იყო. ამ თავისუფალი ფრენის ფაზის განმავლობაში ხანდახან ჩანდა, როგორ ისროდა მდგომარეობის კონტროლის ძრავები, რომლებიც ხომალდს ტვირთის გათავისუფლებისთვის საჭირო პოზიციაში აყენებდნენ. T+14 წუთსა და 52 წამზე ფონზე დედამიწაა ჩანს, სადაც მზის ჩასვლისას დრამატულად განათებული ხრუბლის ფორმაცია. ჩვენ უდაოდ ყველაზე ლამაზი პლანეტა გვაქვს მთელ სამყაროში. 16 წუთის ნიშნულზე სტარშიპ დედამიწის ღამის მხარეს გადავიდა. T+18 წუთსა და 91 წამზე პირველად ვიხილეთ ტვირთის განყოფილება. ზუსტად იმ დროს, როცა Starlink-ის ლუკი გაიხსნა. იმ მომენტში ხომალდი 185 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა და კვლავ აგრძელებდა ასვლას. T+17 წუთსა და 42 წამზე ხომალდს გარედან ხედავთ ერთ-ერთი მართვის ზედაპირის კამერიდან. თითქმის ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს იქ ვიღაც სახლშია. სხვათა შორის, სწორედ ამ გუმბათის ქვეშ ტვირთის სექციაში მდებარეობს მეთანის ავზი. პირველი მოძრაობა დაფიქსირდა T+19 წუთსა და 16 წამზე. შემდეგ ჩაერთო phase dispenser-ის, ანუ გამოდღორცნის მექანიზმის, უფრო ძლიერი ძრავები და T+18 წუთსა და 40 წამზე პირველი სიმულატორი გამოდღორცნა. შემდეგ კიდევ 19 სატელიტის მაკეტი გამოიტყორცლა. ყველა იდეალურად იქნა გამოდღორცნილი. მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ვიდრე წინა ფრენებზე. შემდეგ გამოჩნდა კამერებით აღჭურვილი ორი მაკეტი. თქვენს რომ ფოტოებს მოგვიანებით მივიღებდით, მაგრამ SpaceX-მა Dodger Dog-ების გაფრენის კადრები უკვე T+27 წუთსა და 22 წამზე აჩვენა. ჩანს, როგორ გამოაგდეს სატელიტი ტვირთის განყოფილებიდან და შემდეგ პირველად ვნახეთ ის, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. Starship-ი გარედან. კოსმოსში. ოპერაციულ რეჟიმში სწორედ ამას იყენებენ, რომ თბოსაცავის მდგომარეობა გარედან დაათვალიერონ, სანამ გადაწყვეტენ, სცადონ თუ არა დაჭერის მცდელობა. T+27 წუთსა და 44 წამზე. Dodger Dogs-ის წყალობით ახლოდან ხედავთ ორბიტალური გასაწურთნელი დოკირების პორტებსაც. 4 პასიური შეერთება თბოსაცავის საპირისპირო მხარეს. სატელიტების პროჟექტორები გამოირთო, რომ ხომალდი ბნელში ეჩვენებინათ. ამ დროს ჩანს, როგორ იწყებს ნელ-ნელა დახურვას ლუკი. დაახლოებით 23.5 წუთის შემდეგ Starship-მა მიაღწია თავის აპოგეას 185 კილომეტრზე, რაც ფრემის ტრაექტორიის უმაღლესი წერტილია და დაიწყო უკან ვარდნა. ბოლო სატელიტის გაშვების შემდეგ გამოჩნდა ეს ეპიკური კადრები, სადაც მზე პირდაპირ ეცემა ტვირთის განყოფილებაში. დაახლოებით 29 წუთის შემდეგ ლუკი დაიხურა. ზედა საფეხურის ძრავის მარცხის გამო რაპტორის ხელახალი ანთების დემონსტრაცია გამოტოვეს. არ სურდათ ხომალდის რისკის ქვეშ დაყენება, სანამ ატმოსფეროში დაბრუნება არ იქნებოდა დასრულებული. შემდეგ იყო კიდევ ერთი თავისუფალისვლის ფაზა, სადაც მართვის ზედაპირები და ბრუნვის მართვის ძრავები ხომალდს ატმოსფეროში დაბრუნებისთვის ამზადებდნენ. 40 წუთიდან ვხედავთ ქალაქის განათებებს აფრიკის სამხრეთ ნაწილში. 42 წუთის შემდეგ Starship ჯერ კიდევ მიფრინალდა 26,650 კმ/სთ სიჩქარით, 116 კმ სიმაღლეზე. ამ მაღალი სიჩქარის გამო, მიუხედავად უკიდურესად თხელი ატმოსფეროსი, ნელ-ნელა პლაზმა წარმოიქმნა. ეს მოწითალო ვარდისფერი ნათება სწორედ ეს არის. შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში პლაზმა უფრო და უფრო მკვრივი გახდა და მომხიბლელი ფევლელი ფერები მიიღო. ჩვეულებრივ ატმოსფეროში დაბრუნებისას რადიო კონტაქტი შეუძლებელია, რადგან სიგნალები ვერ გადის. მაგრამ Starship-ის ზემოთ პლაზმა არ არის და Starlink-ის ანტენების წყალობით ბორტზე მთელი დაბრუნების პროცესში უწყვეტად ვიღებდით მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებს. 47 წუთის შემდეგ პლაზმა უკვე აშკარად უფრო სქელი იყო. T++46 წუთსა და 45 წამზე ჩანს, როგორ იწყებს გემზე არსებული საკონტაქტო კაუჭი ნათებას. მაგრამ ფილები უძლებს. 47 წუთის ნიშნულზე ხომალდი პოკიტინგი მიაღწია უმაღლეს ტემპერატურას და თითქმის 60 წუთის შემდეგ პლაზმა ნელ-ნელა გაიფანტა და სითბოს ფარი გაცივდა. მაგრამ ყველაზე დიდი აეროდინამიკური დატვირთვა ჯერ კიდევ წინ იყო.
ზუსტად 1 საათის შემდეგ გაშვებიდან დაახლოებით 43 კილომეტრის სიმაღლეზე. ნაპერწკლები, რასაც ხედავთ, არის სითბოს ფარის ნაჭრები, რომლებიც წყდება და იწვის. ჩვენ ასევე მივიღეთ G ძალის მაჩვენებელი ეკრანზე. ხომალდმა მხოლოდ ძალიან მოკლე დროით მიაღწია T+1+1, 0,3, 85-ზე 2.1 G-ს. და სხვა დროს ყოველთვის 2 G-ზე ქვემოთ იყო. ეს უფრო რბილად წარიმართა, ვიდრე უმეტესობა ატრაქციონებზე მგზავრობისა. ამ ხელახალი შესვლის Max Q ფაზის დროს სამმართველო ფრთები მათი განძლეობის შესამოწმებლად გამოიცადა. მათ გაუძლეს ტესტს T+1 საათის და +1 0.1-0.1-ზე. T+1 საათისგან +1, 2, 20 და 5-ზე დაიწყო დაბრუნების მანევრი გაშვების მხარეს, მოკლედ RTLS. ამ დროს ხომალდი აჩვენებს, რომ შეუძლია ფრთების დახმარებით მოხვევა შეასრულოს. ოპერაციულ რეჟიმში ის კოშკიდან სტარტავს, შემოუვლის დედამიწას და არასწორი მხრიდან ბრუნდება უკან. ამიტომ უნდა შეასრულოს მოხვევა, რომ სწორ მხრიდან მოხვდეს დამჯერ მკლავებს შორის. ამ J ფორმის მოხვევას შესამჩნევად ხედავთ აჩქარებულ კადრებში, როგორ მოძრაობენ ფრთები და ხომალდი პირდაპირ რეაგირებს. 1 საათისა და 4 წუთის შემდეგ Starship კვლავ სუბსონიკურ სიჩქარეზე მოძრაობდა და დაიწყო საბოლოო დაშვების სეკვენცია. ეგრეთ წოდებო belly flop. ის დაეშვა პარაშუტისტრივით პირდაპირ მიზანზე. 1 საათისა და 5 წუთის შემდეგ დაიწყო ბოლო მოტრიალება სიმულირებულ დაჭერის კოშკზე სწორად გასწორებისთვის. ჩვეულებრივ გასწორება იწყება 3 ძრავით, მაგრამ ძრავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო SpaceX-მა მხოლოდ 2 ძრავით სცადა. T+1 საათი და 6 წუთის შემდეგ +1 საათი 6 წუთი 7 წამზე დაიწყო დაშვების ანთება. ვემი გასწორდა და ჩვენ მივიღეთ ეს დაუჯერებელი ხედვა დრონიდან, რომელიც ინდოეთის ოკეანეში ელოდა. 2-დან 1 ძრავა გამოირთო და ბოლო მეტრებზე გემი მხოლოდ 1 ძრავით მიუახლოვდა წყლის ზედაპირს. შემდეგ კიდევ ეს ხედვა ადგილზე არსებული ბუიდან. SpaceX-მა ისევ დრონზე გადაიტანა კადრი. გემი ცოტა ხანს ვერტიკალურად იდგა, ნელა გადაიხარა და წყალში დაეცა. ამის შემდეგ დიდი აფეთქება მოხდა. როგორც მოსალნელი იყო. ან დრონის პერსპექტივიდან თბოდანცავი ფარი შესანიშნავად ჩანდა, სანამ ხომალდი აფეთქდებოდა. დაზიანებული კი, მაგრამ სერიოზული ზიანის გარეშე. ილონ მასკმა მოგვიანებით X-ზე დაადასტურა, რომ არც ერთი ფილა არ დამწვარა. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეტაპი მთელი Starship-ის პროგრამისთვის დღემდე. SpaceX-ის თანამშრომლები სულ გადაირივნენ. ჩვენც სტრიმში ძალიან აღფრთოვანებულები ვიყავით. ერთმა X-ის მომხმარებელმა ფრენა 10-ის, 11-ის და 12-ის სითბოს ფარები გვერდიგვერდ დააწყო და კარგად ჩანს როგორ უმჯობესდება ყველაფერი თითოეულ ფრენასთან ერთად. ახალმა Pad 2-ის დიზაინმაც გაამართლა. მთელი დანადგარი თითქმის დაზიანების გარეშე გადარჩა. მომდევნო დღეების ინსპექციები მეც გამოავნენს. მხოლოდ Gateway to Mars-ის წარწერამ ვერ გაუძლო. რაც გულწრფელად რომ ვთქვათ, არც ისე დიდი პრობლემაა, რადგან ასოები ისედაც არათანაბრად იყო დამაგრებული. ამ წარმატებულმა მისნიამ ნიშნავს, რომ შემდეგ ფრენას მალე უნდა ველოდოთ. რამდენიმე გაუმჯობესება საჭიროა, განსაკუთრებით ბუსტერის დაბრუნებისას, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. მხოლოდ წვრილმანებია. მომდევნო ფრენას 6-დან 8 კვირაში ველოდები. დაწერთ კომენტარებში, როდის ელით შემდეგ მისიას. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. მადლობა ყურებისთვის. პერასპერა. Ad Astra.